რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი პუტინის მარჯვენა ხელს პესკოვს შეხვდა და კრემლიდან ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას მადლობა გადაუხადა. დავით ცეცხლაძე ოკუპანტის სახელმწიფოდან ოცნების პროპაგანდის მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს წნეხში აქცევს. ცეცხლაძე წერს, რომ ოცნებისგან რუსებისთვის მოქალაქეობის გამარტივების შესახებ სიახლეებს ელიან. 2 საათზე მეტია ოცნება პარლამენტში კობახიძეს უსმენს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესითაა დაბარებული. კობახიძემ წინასწარ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა და მთელი გამოსვლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ იგლ-ჰილსის პროექტი არაბული ქალაქის მშენებლობას არ ნიშნავს. საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მან სპეკულაციები უწოდა. ხელშეკრულების არასაჯაროობა კი წმინდა კომერციული ინტერესით ახსნა. თელავში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ რუისპირში წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, ნოდარ სეთურიძე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ნუ თუ რუსიანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა, ის სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ. კონგრესმენები უიტკობს აკრიტიკებენ. მისი ნდობა არ შეიძლება ისრულად რუსების მხარესაა, ამბობს დონ ბეიკონი. მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისა და პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც კრემლს რჩევებს აძლევდა თუ როგორ ესაუბრათ ტრამპთან მოლაპარაკებებისას.